დილა მშვიდობისა საქართველო, კლავ სიამოვნებით მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. დღეს ორშაბათია და იცით რომ ყოველ ორშაბათს ამ დროს გვერდება მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზით. სიამოვნებით მივესალმები მას დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ბედნიერი დილა, დღე, კვირა, ყოველივე კარგი, დადებითი განწყობა მინდა გისურვოთ ყველას, კვირა კარგია. მთლიანობაში ენერგოველი დადებითია, ამიტომ გამოვიყენოთ მაქსიმალურად. შემდეგი კვირა ეხლავე დაგიანონსებთ, რომ უფრო რთულია. ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ, გინდათ იქ შეხვედრები, მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების დადება, ახალი საქმის დაწყება, ყოველხრივ სასიკეთო კვირაა და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება ეს. ეხლა, რადგან ერგოველი დადებითია, ესე იგი შანსები, შესაძლებლობები მეორე ყველას გექნებათ საკმაოდ მაღალი. ეხლა რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს, ისინიც ხა წინა კვირაში თუ ქონდა ჩვენ 5 გეომაგნიტური, ეხლა გვაქვს 3 მხოლოდ. ეგ სამშაბათი, 4 შაბათი და კვირა. აი ეს დღეები ცოტა ყურადღებით ვიყოთ, თუ რაღაცა იგზენით არ არის უცილებლობა, მაგრამ თუ იგზენით რაღაცა რო დავუშვეთ, თავით კივად, უგუნებოდ ხარ და შეგო წნევას მეკცეთ ყურადღებას, სათანადო პროფილაქტიკა და ამით მოიყვანთ ორგანიზმს წესრიგში. ეხლა რაც შეეხება სხვა მშვან მოვლენებს ამ კვირისა, მერკური, გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა. 19 ნოემბრამდე 4 შაბათიდან, უკვე ახლა 4 შაბათიდან 19 ნოემბრამდე გადაინაცვლებს შვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. ეს მოვლენა საინტერესოა რატო? მაგალითად, ვისაც დიდი ხანი უნდა და უცხოენების ათვისება. აი ხა ძალიან ადვილად აითვისებთ. შვილდოსანში მერკური ეს არის ლინგვისტური ნიჭი და უნარის გაზლიერება ადამიანში. ამასთან ერთად ამითარებს რას იგი ადამიანთა გონებაში და ყველას ეხება ეს რას უკვირია ოპტიმიზმს, რა ძალიან მნიშვნელოვანია, შინაგან ენთუზიაზმს, მოგცემთ აუცილებლად გონებრივ ენერგიას, კომუნიკაბელურობას, ორატორულ კარგ მონაცემებს და ლიდერულ ორგანიზატორულ მონაცემებს. ეს რაც დადებითია და მაქსიმალურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ პერიოდში. მაგრამ რას მოგცემთ უარყოფით, ისევ სარკასტული გამოთქმები აქტუალური ხდება, პლუს სულსტრაფობა, ფულის ხორათო ხარჯვისადმი მიდრეკილება და ცოტა ეგოისტურ დიქტატორული გამოვლინებები მე ყოველთვის მართალი ვარ. აი ამ ტენდენციებს მაქსიმალური კონტროლი. როგორც ხელი შემშელ ფაქტორებს, მაგრამ თლიანობაში კარგია, იმიტომ რომ ადამიანში აძლიერებს მაინც ცოტა მხიარულ ოპტიმისტურ განწყობას, რაც უფრო განწყობის თეორიის და მიხედვით ხელს უწყობს ადამიანს უფრო ადვილად წარმართოს იდეების რეალიზაცია. ამიტომ 19 ნოემბრამდე ეს შანსი გაქვთ უკვე ახლა 4 შაბათიდან. ეხლა რაც შეეხება სხვა მოვლენებს, მაგალითად ორშაბათი, სამშაბათი. ძალიან კარგია მავნე ჩვევებისგან განთავისუფლებისთვის. მithumetas ახლა თამბაქოს წეველი ხარ თუ დავუშვათ სხვა მავნე ჩვევები, აი ახლა გინდათ განთავისუფლება, ეს 2 დღე მაქსიმალურად გამოიყენეთ ამობისთვის. ამავდროულად მოდით დავუშვათ, რომ ვინც აგრობიზნესშია დაკავებული მშენებლობის ფართო სპექტრში ძალიან კარგი პერიოდი აქვთ, მათ ამისთვის ნაყოფიერი სარესტავრაციო ყველა სახის სამუშაოებისთვის ეს 2 დღე ასევე მეტად კარგია. რაც შეეხება 4 შაბათს და 5 შაბათს აქ დაუგდეთ ყური უფროსი თაობის მანდილოსანთა რჩევებს, მათ შორის დედებს. აბსოლუტურად ზუსტად რო რჩევას მოგცემენ. და აქ გაითვალისწინეთ, რომ მანდილოსნები უფრო პრაგმატულები ხდებიან აზროვნების კუთხით, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები უფრო დაფრენავენ ცაში რო იტყვიან და ამიტომ მათი რჩევაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. 4 შაბათი, 5 შაბათი მნიშვნელოვანი ახალი იდეა პროექტის ჩამოსაყალიბებლად, დასაწყებად, შეიძლება არასტანდარტული აზროვნების გამოსავლენად ამ კუთხითაც, მაგრამ დიდხანს ფეხზე ნოიდგებით ამ დღეებში. ჯობია იაროთ, ვიდრე იდგეთ, იმიტომ რომ სუსტება ვენები, ამიტომ ვენების გაგანიერების საფრთხე არსებობს. რაც შეეხება უკვე პარასკევს, შაბათ კვირას, ძალიან კარგი დღეა შემოქმედებისთვის, პოეზიის, ლიტერატურის ხელოვნების სპექტრისთვის, საქველმოქმედო აქციებისთვის ძალიან კარგია. აქ კულინარია, ვისაც უყვარს, ფოტოგრაფია, ვისაც უყვარს, აი, თქვენთვის გადასწარები პერიოდი, ან თვალსაზრისით ინტუიცია მოემატებს, მასზე დაგტომით სწორარჩევას გააკეთებთ. მგზავრობის თვალსაზრისით შაბათი კვირა გაცლებით უფრო ეფექტური და მეტად წარმატებული იქნება. თავარია შაბათ კვირას არა ზედმეტი ალკოჰოლური სასმელები, თორე ხა მცირეოდენობა არ მოგცევთ ცულს, მაგრამ აი აქ ზედმეტი თრობა არა, არავით არის ნარკოტიკი და ფსიქოტროპული პრეპარატები. რატო უსვავ ხას? იმიტომ რომ აქ მიდრეკილება ამ ტენდენციებისთვის ზოგიერთში გაზლიერდება შაბათ კვირას და ამ მხრივ ამიტომ იგზალება, იმიტომ რომ ასეთი მათი გამოყენება აქ ძალიან არაადეკვატურ რეაქციებს მოგცემდა, ეს მე შეიძლება გახდეს არასასწრელი კონფლიქტების საბაბი. არავით არის შაბათ კვირას საიდუმლო მოქმედებები და საიდუმლო სიყვარული. ძალიან ადვილად გამოაშკარავდება. და მე შეიძლება გახდეს კონფლიქტების საბაბი, ხო? ეხლა ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ უპირველეს ყოვლისა და რაც შეეხება ახლა ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, რას ყველა შეიგრძნობს ამ კვირის დადებით პოზიტიურ შესაძლებლობებს. აი დაიწყოთ ვერძით.
ვერძებო პერიოდი ძალიან კარგი გაქვთ იმ კუთხით, რომ შესაძლებლობები საქმიანი იქნება ერთიორად გაზრდილი, მაგრამ სამაგიეროდ ენერგოტონუსი ნამდვილად ეცემა. ეს რას ნიშნავს? ახლა იმდენად არ ეცემა, რომ თქვენ აქტიურობა ვერ გამოავლინოთ თავისთავად, მაგრამ შედარებით მაგეთ იმასთან რაც იყავით თქვენ 2 კვირის წინ, ახლა იგრძნობთ, რომ უფრო ადვილად იღლებთ. ამიტომ ესე ცოტა მეტად დაასვენეთ თავი, ცოტა მეტად გამოაძინეთ, რატომ? იმიტომ რომ საქმიანი კუთხით საკმაოდ ბევრი ასე ვთქვათ, შრომა მოგიწევთ, რატომ? იმიტომ რომ შანსები არის უდაოდ კარგი. ფინანსური კუთხით შეგიძლიათ არაერთი პრობლემა მოაგვაროთ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, ახალი იდეა პროექტებში ჩაერთოთ, მოლაპარაკება აწარმოოთ, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოაყალიბოთ. ანუ შანსები როგორც პროფესიონალური, ასევე პირადული და ფინანსური კუთხით გაქვთ კარგი შესაძლებლობა, და ამისთვის რა არის საჭირო, რომ არ გადაიღალოთ. დაიღალეთ, მაგრამ არ გადაიღალოთ, იმიტომ რომ გახსოვდით, როცა იმუნიტეტი იწყებს შემცირებას, მართალია იმდენად არა, რომ ეხლა კიდევ ერთხელ მეორე ვერ იმოქმედოთ აქტიურად, მაგრამ უკვე მაინც იგრძნობთ, რომ ეხლა ის რაც გააკეთეთ და 2 კვირის წინ რაც გააკეთეთ, ეხლა ცოტა მეტად იღლებით ამაზე. აი ეს არის, ამიტომ ცოტა მივცეთ ორგანიზმის დასვენების საშუალება. სხვა მხრივ პერიოდი უდაოდ კარგია, მაგრამ კოსმოსი ერთ რამეს ითხოვს თქვენგან. ენაზე კბილის დაჭერას. აუცილებლად თქვენ რაღაცას აპირებთ, რაღაცა გეგმები გაქვთ, ვიღაცა მოგწონთ, არ გათქვათ წინ და წინ. ჯერ ნაბიჯი გადადგით, მერე გათქვით. აი მაშინ იქნებით გასვლით წარმოდე. ხა მე ამას ხას უსვევ რატო? იმიტომ რომ ეხლა ეს რო დაუშვა დაჭირდეს მორიელს ისინი ისედაც არაფერზე მეც არ იტყვიან, მაგრამ ვერძი მოლაპარაკე ნიშანია და ძალიან უჭირს ასე ვთქვათ ენის გაჩერება და ამიტომ საგანგებოდ უსვავ ხას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. რაც შეეხება ახლა კუროებო ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება, ნელ-ნელა ეს ნიშანი გამოცოცხლება, ენერგია ემატება, შრომის უნარიანობა ემატება, ნებისყოფ უფრო წინა პლანზე წამოიწევს, ამიტომ შესაძლებლობებიც მოიმატება. ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად უნდა გამოვთ, იმიტომ რომ ყველა სფეროში გინდა პირადი, პარტნიორული, გინდა ბიზნეს საქმიანი ურთიერთობებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ქორწინებისთვის კარგი პერიოდია, შემოქმედებით ინჭის დონარის გამოსავლეთ ერთ-ერთი საუკეთესო დროა, პარტნიორული თანამშრომლობა გნებავთ, პროფესიონალური წინსვლის პერსპექტივებიც კი თვალშისაცემი იქნება, ამიტომ კვირა გამოიყენეთ. გზავრობა გინდათ, მოგზაურობა გინდათ, საინტერესო ადამიანების გაცნობა ამ კუთხითაც კვირა არის საკმაოდ ნაყოფიერი. ამიტომ ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ვიაქტიუროთ, იმიტომ რომ შანსები პოზიტიური უდავოდ აქ გვაქვს. რაც შეეხება ახლა ტყუპებო, აი თქვენც როგორც ვერც ენერგოტონუსი ნელ-ნელა გიმცირდებათ, მაგრამ ეს ჯერ არის მოქმედებს თქვენზე, შემდეგ კვირა უფრო რთულია. თქვენთვის, ამიტომ ახლა ამ კვირაში გაქვთ რაღაცა იდეები, პროექტები, შეხვედრები, აი ახლა აქ განახორციელოთ ყველაფერი, თო წარმატების შანსი უდაოდ გაქვთ. ზოგიერთი თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი სამსახურის, ან ახალი სამსახურებრივი პერსპექტივების წინა. შეიძლება ახალი წინადადებებიც მიიღოთ კარიერული განვითარების კუთხით. ზოგიერთი ჩაერთვება აქტიურად ბიზნეს საქმიანობაში, მატერიალურ მდგომარეობასაც გაუმჯობესებთ. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია იმ კუთხით, რომ აქ თქვენ შეგიძლიათ ძალიან კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბოთ კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან და მერე მათთანაც პარტნიორული თანამშრომლობა მიიღებს მეტად ნაყოფიერ ელფერს. ამიტომ მთლიანობაში კვირა კარგია, გინდა გზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, საქმიანობისთვის, ამიტომ ეცადეთ იაქტიუროთ ამ პერიოდში, ოღონდ გადაღლის გარეშე. ამაზეა ლაპარაკი. მაგრამ შემდეგ კვირა უფრო რთულია. ამიტომ ახლა ჯობია რაღაც მნიშვნელოვანი დაიწყოთ, რაც დასაწყებია და შემდეგ კვირას უბრალოდ გააგრძელოთ შვიდ ვითარებაში. რაც შეეხება ახლა კირჩხიბებს, ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ამ კვირისა, რასაკვირველია კირჩხიბებო ენერგოტონუსი თქვენი მადლობს. ჯანზე მოდიხართ, შარმების დულობა არნახული, საყოველთაო ყურადღების ცენტრში ადვილად ხვდებით, ინტუიცია, მდგრადი და ხელსკობს სწორი არჩევნის გაკეთებას, მაგრამ სწორედ ეს არის თქვენი მთავარი ხიფათი. ჯანზე რომ მოდიხარ და ბევრი რამ გამოგდით და ყურადღების ცენტრში რო ხვდებით, შეიძლება ეს ყველაფერი თავში აგივარდეთ. და ამან გამოიწვიოს თქვენი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ამიტომ ნუ იქნებით ეგოისტურ დიქტატორულ დანაცების მატარებელი, რომ ეს არ გახდეს კონფლიქტების საბაბი. თუ ამ თვისებებს დაიოკებთ და ძალაუფლებას თუდად არ გამოიყენებთ ამ პერიოდში, მაშინ კვირა იქნება ძალიან დასამახსოვრებელი, შტაბ-ჭრილებებით ახსოვსე, საუკეთესო დროა იგივე შვილებთან ურთიერთობისთვის, სასკვარლო კონტაქტებისთვის, მაგრამ თუ აქ იქნებით დესპოტი და დიქტატორი, აქაც გააფუჭებთ ურთიერთობებს, ხო? ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი, რომ ეს ფინანსურ წარმატებასაც უწყობს ხელს და პარტნიორულ თანამშრომლობას და კარიერულ წინსვლას, ეცადეთ, რომ აი ამ თქვენი ზედმეტი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, ეს კარგი პერიოდი არ გააფუჭოთ. მაშინ იქნებით ძალიან ბედნიერი და წარმატებული. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს თლიანობაში არ არის ცუდი პერიოდი, პირიქით საქმიანი კუთხით საკმაოდ კარგი პერსპექტივები აქვს მას.
მაგრამ ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ ახლა ისე დაიღლებით რომ ვებს ვერ გააკეთებთ, არა. შეგიძლიათ აქტიუროთ, ინიციატივაც აიღოთ საკუთარ თავზე, თუმცა ცოტა იგრძნობთ, რომ ორი კვირის წინ უფრო ენერგიული იყავით და ნაკლებად იღლებოდით. ეგ არის სულ. მაგრამ შემდეგ კვირა, რადგან უფრო რთულია, ამ კვირაში მოასწარეთ ის ძირითადი საქმეები, მოლაპარაკებები აწარმოეთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და აქაც ისე როგორც წინა კვირას უფრო იგრძნობთ, რომ მაგალითად სახლში გირჩევნიათ უკვე ყოფნა, უფრო კარგად ხარ ჩვიდად, ვიდრე გარეთ. რომ გარეთ ცოტა დაძაბულობა მატლობს, მათ შორის პარტნიორული, კოლეგიალური დაძაბულობა, სადაც მეტი ტაქტი, დიპლომატია გმართვით, მაგრამ სახლში ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან გადასწარვი ურთიერთგაგება შეიძლება დაუშვათ სახლი კეთილ მოაწყოთ, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კომფორტს თქვენ სახლში და კიდევ უფრო გზობ თავს. ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საკითხის აი აქ წარმოტებით გადაწყვეტოთ. რაც შეეხება უკვე ქალწულებს, ქალწულებო ეს პერიოდი ძალიან კარგია, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, მოთმინება, შარმე, ყველაფერი მატლობს ცხოვრებაში და ეს გაძლევს საშუალებას, რომ იყოთ კარგი საქმიანი პარტნიორი, სასკვარულო პარტნიორი, კარგი მეგობარი, კარგი კოლეგა, კარგი ხელმძღვანელი და შემდგომ საუკეთესო პერიოდი ამ გზავრობისა და მოგზაურობისთვის. ინტენსიური კონტაქტების პერიოდი. აქ შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, გაიცნოთ ახალი ადამიანები, შეიძლება მოვიდეს ახალი საინტერესო ინფორმაცია, იდეა, რაც ხელს უწყობს მე ამ იდეების რეალიზაციას და განხორციელებას და სხვა შორის აქ მეზობლებიც კი ეხმარებიან. მოდი ასე ვთქვა, თანადგომა სხვათა მხრიდან არის ძალიან დიდი. ამიტომ რაც მეტად აქტიური და მრავალფეროვანი კონტაქტების პერიოდი გექნება და არ ჩაჯდებით სახლში, მით უფრო მეტად წახვალ წინ. მოდი ასე ვთქვა. სასწორი ძალიან კარგად იგრძნობს თავს ამ პერიოდში, შემდეგ ვირაც უფრო რთული გაქვს, თუმცა ამ პერიოდში იგრძნობთ რომ ენერგოტონუსი ცოტა ეცემა და ცოტა მეტად იღლებით, მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის, ეს ენერგოტონუსი რაც გაქვთ, რომ მაინც აქტიურად იმოქმედოთ, იმიტომ რომ ფლიანობაში კარგი პერიოდი. აი ადრეული საქმეებიდან შეიძლება ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, გაუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, ჩაერთოთ რაღაც საერთო საინტერესო პარტნიორულ პროექტებში, სხვა შორის შეიძლება ზოგიერთ ისეთ საქმე განხორციელდეს პროექტი, რომელზეც საერთოდ არ ფიქრობდით. გინდოდათ სულ სხვა პროექტის განხორციელება და განხორციელდება სულ სხვა. მაგრამ ის სულ სხვა ძალიან დიდ მორალურ და ფინანსურ კმაყოფილებას მოგიტათ, მინდა გითხრათ. და ამასთან ერთად პარტნიორული ურთიერთობა იქნება ძალიან კარგი, ჰარმონიული, ამიტომ სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, შემოქმედებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ფინანსურადაც გაუმჯობესდებით და ამიტომ გამოიყენეთ, იაქტიურეთ ოღონდ გადაღლის გარშემო. აი ეს არის სულ რასაც ითხოვს თქვენგან სამყარო. რო იყო წარმატებულები. ნუ მთავარ ფავორიტს მივადექით რას გვიძლია ეს მორიელი. ეხლა ნუ მზე მორიელი ზოდიაქოს ნიშანშია, მაგრამ შავი მთვარის მორიელში, ამიტომ მორიელები ვიღავით ყურადღებით. რატომ? იმიტომ რომ აქ ორმაგი თამაშის წინაშე არ აღმოჩნდეთ, იმიტომ ერთის მხრივ მატლობს ენერგოტონუსი, შარმე, მიზიდულობა, ენერგია, ინტუიცია, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, უშიშარი ხდებით, მებრძოლი, ნუ ერთ სიტყვით ავტორიტეტი მატლობს, ყველაფერი გამოგდით და საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხდებით. მაგრამ ნუ დაგავიწყდეთ რომ შავი თვარე მასტუნებელი ძალა თქვენ ზოდიაქოში ეს კი რას ნიშნავს? სტუნებები არის, მათ შორის ინტიმური კონტაქტების კუთხით იყავით, ხილად აქ ვიღაც ისეთ ინტიმურ პარტნიორს არ გადაეყაროთ, რომელიც მე ჯვარს გაცმევთ და შეიძლება მთელი ეხლა გაკეთებული თქვენი ფული და ავტორიტეტი ყველაფერი თან წაიღოს მე და დარჩებით ხახამშრალი. ამიტომ ეს ტენდენცია შავი თვარე იგივე ლილიტია, ხო? ლილიტი იგივე, ლილიტი მე-9 მოციქული სატანისა, ეგრეთ წოდებული ლილიტი. ამიტომ სტუნებების ტენდენციაც გაქვთ მაღალი, მათ შორის ეხლა აქ მორიელი ალკოჰოლურ სასმელებს მართავს, თან ინტიმურ სფეროს მართავს, ამიტომ ალკოჰოლი, ინტიმი ერთად და შეიძლება ესეთ ვიღაცას გადაეყაროთ, რომ მე სავალალოდ გამახსოვდეთ ეს ყველაფერი. ეს ლილიტი, ანუ შავი მთვარე რა პერიოდის განმავლობაში რჩება თითოეულ ნიშანთან? კი, 9 თვით გადადის, იგი ტრადიციულად ახლა ექნება სადღაც დაახლოებით მარტის შუა რიცხვებამდე მორიელში. ამიტომ მორიელში შევდება განსაკუთრებული სიფრთხილე, თვალის აღების ტენდენციაც მაღალი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე წარმატებულია მაინც, მაგრამ გარკვეულ სიფრთხილეს რო ეთქვიან, თავი არ სკივა. განსაკუთრებით აი ამ კუთხით. ალკოჰოლი, ინტიმური კონტაქტები. იღოს ყურადღებით. რაც შეეხება შვილდოსნებო, ეხლა პერიოდი ჯერ კიდევ კარგი აქვს, ეს კვირა გამოიყენეთ, ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, ოღონდ არა იმდენად, რომ თქვენ ახლა აქტიური მოქმედება ვერ შეძლოთ და კომუნიკაცია ვერ გამოავლინოთ. და აქ იდეების რეალიზაცია შესაძლებელია. საინტერესო ადამიანები გაიცნოთ, პარტნიორული თანამშრომლობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქ აქვს შანსი მგზავრობის, მოგზაურობის, ასე ტურისტული ლაშქრობების, თუ გინდათ ასე ვთქვათ. ამიტომ მთლიანობაში კვირა კარგია. აქ გრძნობთ, რომ სხვათა მხრიდან დახმარების ტენდენციაც არის, მაგრამ თქვენგან ითხოვს კოსმოსი იმას, რაც ითხოვს ვერძისგან.
ენაზე კბილის დაჭერას, საიდუმლოს დაცვას და ნუ გათქვავთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ და სურვილების შესახებ. ჯერ დაიწყეთ, მერე გათქვით. აი მაშინ იქნებით უფრო წარმატებულები. შემდეგ კვირიდან დაგეწყებათ ურთულესი ორკვირიანი პერიოდი, რომელსაც ქვია დაბადების წინა ზონა. აი იქ უკვე გაცილებით მეტი სირთულეები გექნებათ, ამიტომ ეხლა თუ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხებია, ამ კვირაში მოაგვარეთ. და მარტიდან ლილიტი გადავა მათთან, ხო? ხო, მე უკვე ხა წინასთან ხა ჯერ არ ვამწარებდი შოს რო ეთქვია. მარტიდან გადავა იქამდე ჯერ კიდევ დრო გავა. პერიოდი. ნუ 9 თვით ყველა ვერაცდება თავისთავად. კარგია, მაგრამ ეხლა ჯერ პერიოდი მაინც კარგია, იმიტომ რომ მაინც ფარველი ანგელოზი სელენა ლომშია და ის ძალიან კარგ 120 გრადუსიან ჰარმონიულ ასპექტს ქმნის შილდოსანთან. ამიტომ ჯერ კარგი პერიოდი. ხო, ჯერ არა უშავს. ეხლა რა შეეხება თხისკა ძალიან ენერგიული, აქტიური, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანია, ბევრი რამ გამოსდის ამ ნიშანს, ამიტომ იდეები, პარტნიორული თანამშრომლობა, პროფესიონალური წინსვლა, მატერიალური მდგომარეობის გამოჯობესება, საინტერესო იდეების განხორციელება, ბევრი კარგი პერსპექტივა, ახალი ცნობების წინაშე შეიძლება აღვნიშნეთ, მაგრამ კოსმოსი ძირითადად რას ითხოვს ხა თქვენგან? იმას, რაც ძალიან გიჭირთ. ეს ნიშანი ძალიან ტრადიციული და კონსერვატიულია, ხო? მაგრამ ეხლა სამყარო გეუბნება სწორედ, ცოტა ხნით ეს დაივიწყეთ. მაგრამ სად უნდა მოხვიდეთ რეფორმებთან. სიახლეები. მოდი თქვენი მოქმედება ცოტა არასტანდარტული ელფერი მიეცით. ახლა რაც იცით გასაგებია როგორც მოშო, მაგრამ მოდი ახლა ცოტა ახლებურად. გაეკეთეთ ახალი ვარცხნილობა, ახლებურად ჩაიცვით, ახალი მეთოდოლოგია დაანერგეთ, რაღაცა ურთიერთობა ახლებურად დაამყარეთ სხვა სტილში, ხო? ამას ითხოვს თქვენგან სამყარო, რომ გახდეთ ცოტა არასტანდარტულები, სპონტანური იმპროვიზაცია შეძლოთ, არა ის რაც გიწერიათ, მაინდა-მაინც რომ ესე უნდა მოიქცეთ, ესე უნდა გააკეთოთ, ხო? აი ეს უფრო წარმატების მომტანი იქნება. ინტერნეტთან აქტიური კონტაქტების დროა. აქედან საინტერესო ადამიანებსაც გაიცნობ, საინტერესო ინფორმაციას მიიღებ და ეს ხელს უწყობს მერე თქვენს წინსვლას. ანუ თუ დიდხანს აპირებდით რაღაცის შეცვლას, რეფორმებს, აი ახლა საუკეთესო პერიოდი ამისთვის. სხვა ქვეყანაში ან ქალაქში გადაასაადგილებად. რაც უნდა, მთავარია სიახლე შემოიტანოს თავის ცხოვრებაში. ეს არის მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რეფორმების პერიოდია, იმიტომ რომ ამ ნიშანს ძალიან უჭირს რეფორმები. რასაც შეჩვეულია, ის შეიძლება მთელი ცხოვრება აკეთოს სიამოვნებით, მაგრამ სამყარო ახლა რაღაც ახალი შემოიტანა და მერე შეეჩვია ამას. მოდი ასე ვთქვათ, ხო? რაც შეეხება მერწყულებო, კარგი პერიოდია, მაგრამ კვლავ გრძელდება თქვენთვის ნაცრისფერი კარდინალის პერიოდი. როგორც წინა კვირაში ახოც, თუ შეძლებთ საიდუმლოდ მოქმედებას წინა პლანზე არ გამოჩნდებით, თქვენი გავლენის სფერო პარტნიორებზე საქმეზე ერთიურად გაიზრდება. ამიტომ თუ შეძლებთ კულისებს მიღმა მოქმედებას, წარმატებული იქნებით უფრო მეტად. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ პერიოდი ძალიან კარგია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ამიტომ შეიძლება რაღაც ახალი რომანტიკული კავშირების წინაშე დადგეთ. მოგზაურობის კუთხით პერიოდი ძალიან კარგია, ნაყოფიერი შეიძლება ძალიან საინტერესო წინადადება მიიღოთ, ახალი დაუშვათ თანამდებობის, ახალი სამსახურის კუთხით, დაამხრივაც პროფესიონალურად წახვიდეთ წინ. ენერგოტონუსი მართალი ეცემა, მაგრამ ამას უფრო იგრძნობთ შემდეგ კვირაში. ამიტომ ეს კვირა ჯერ კიდევ გაზლებთ საკმაოდ კარგ შანსებს, როგორც ფინანსური, ასევე პროფესიონალური და პირადული ურთიერთობების კუთხით. და რაც შეეხება ახლა თევზების ზოდიაქოს, მესამე ფავორიტი ამ კვირისა უდაოდ არის თევზები. თევზებო შანსები წარმატებისა გაქვთ მაღალი. ყოველდღე გზნობთ, რომ ენერგია გემატებათ, ხდებით უფრო აქტიური ენერგიული ინიციატივები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გახდეთ იდეოლოგიური ლიდერი, ჩაუდგეთ სათავეში რაღაც ორგანიზაციას, ჯგუფს, რაღაც მიმართულებას და ასე შემდგომ. აქტიურად ჩაერთოთ საქველმოქმედო პროცესებში, რაც ერთიურად გაზრდის თქვენს ავტორიტეტს. ეს არის პერიოდი ძალიან კარგი, როგორც ფინანსური კუთხით, შემოქმედებითი მუშაობის, პარტნიორული ურთიერთობების კუთხით და აქ გაქვთ შანსი იმოგზაუროთ უცხოელებთან აქტიური კონტაქტების, მოგზაურობის პერიოდია, რომელიც խոսობს ასევე საინტერესო თანამშრომლობის დამყარებას უცხოელებთან, რაც ფინანსურადაც იქნება კარგი და მორალურ კმაყოფილებასაც მოგიდანთ. ეს მოკლე ინფორმაცია ამ კვირისა, ამიტომ ყველას გისურვებ წარმატებებს. ეს გახლავთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ამ პრინციპით მოქმედებთ მთელი კვირა და კვირა რომ დასრულდება და ახალი დაიწყება, ჩვენ კვლავ ამ დროს ამავე არხზე დაგიბრუნდებით და შემოგთავაზებთ უკვე მომდევნო კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით დაგემშვიდობებით.